მშვიდობის არ მოგესალმებით ყველას, ნელას, ბელას, გელას და ასე შემდეგ. Აი დილიდან მე ვიმყოფები კიდევ ერთ არა კართან, არამედ მთელ შენობასთან, რომელსაც რუსთავი 2-ის შენობა ქვია. მივხვდით ალბათ ლოგიკურია, რომ ჩვენ დილას გავატარებთ ერთ-ერთ რუსთავი 2-თან. და თუ ვინ იქნება იგი, ამას რამოდენიმე წუთში შეიტყობთ, ან შეიძლება წამშიც კი. რუსთავი 2-ის დილის პროგრამა მაესტროს გამბუძებელთან ერთად ბრუნდება. ჩვენგან საინტერესო დიალოგი გვაქვს, ხო? აუცილებლად. რომელსაც გაიგოცა დღეს მითხარი. 4-ზე როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის? და ეთერში ხარ 5-დან? არა, ეთერში მოგისნახე. ეს არა ვარ, ეს ჯობია, რა იქნება, რამდენი ფუძი. ამას მოხდეს და. და გადაიკი, აჰა, ეს ყველაფერი შენ დაწერა დღეს 5 საათიდან? და არ გიჩვენია? წერა მართლა დამოვიწყე, იცი ბასტი, ყველაფერი კომპიუტერზე ვიგრი. მე აქედან მიდიხარ იძინე. არა, ცოტა ხანი ჩეკე. და რა საკეთებ ხოლმე ცოტა ხანი? შემდეგ დღეს მას გეგმა, ეხლა თუ არ გაიწევი, რეკლამამ თარგმნა. ავეცით. დაველოდოთ ნინო არაზაშვილია, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, მივხვდით ხო ალბათ. პირდაპირ ეთერშია ეხლა და ჩუმად იმით ავხმარებ. დაგიბრუნდებათ ცოტა ხანში. იწყება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსკოვის დროით 10 საათზე იგეგმება დაახლოებით 6 საათისთვის. ერთმანეთს სერგეი ლავროვი და გელა ბეჟუაშვილი შეხვდებიან. მხარეებმა საქართველოს რუსეთის დადებულ ურთიერთობებზე უნდა იმსჯელოს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრებს გამართა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მერაბ ანთაძე. ქართული მხარე ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნას მოსთხოვს. საპარლამენტო ოპოზიცია უმცირესობის შექმნაზე თანხმდება. მოლაპარაკებები ოპოზიციურ ფრაქციებს შორის უკვე დასრულებულია. ბოლო ინფორმაციით კონსულტაციები უმრავლესობის წევრებს შორის ერთადერთ საკითხზე მიმდინარეობს. დათანხმდნენ თუ არა ზურაბ ყემალაძის მიერ შეთავაზებულ ფორმულას. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუ უმრავლესობა რეგლამენტის შეცვლას არ დათანხმდება, მაშინ ისინი ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. დილის ვისნახევარზე ისე მხნეთი ყავდა ამ გადაცემის მიწუს რომ ჩაგაძინა. რუსთავი 2-ის დილის პროგრამა პირიქით თქვენი ყველას გამოფხიზლებაზე ზრუნავდა დილიდან ის ხვალ ვისნახევარს ასწორეთ ამ სამსახურით მოგესალმებით. ეხლა კი კაც. შენობის ხასიათზე დადექი უცებთ, ხა? სადახარგაზდა. აი ესე. აბა. ეს. მოჩი. აგა. ვაგზავნებთ მაღვიძარას და ერთადერთი დღეა დღეს განსხვავებული, როცა სახლიდან ვიწყებს ადამიანის, იმიტომ რომ ნინო მოდიში რაღაც არაკოლეგიალური მოვიქეცი კამერას წინ. 2 წელი. ვაგზავნებთ მაღვიძარას და როგორც მოხდა რიტუალით ხარ ხო რაღაც საკავია. სახში საუზმე საძილი ყოველთვის ჩემ კისერზე, მაგრამ არის რაღაცები რაც უკვე გაკეთებულია და უნდა იყიდო. ასეთია მაგალითად არაჟანი ან მაწონი. მაგრამ მე არაჟანი რომ ჭირდება? არაჟანი არა გვაქვს? აი პატარა არაჟანია. არის. რაკაია ყოიძე მაღაზია. კაკია. სოსისი თუ შეიძლება კარტოფილი 1 კილო. ეს ისეთი მაღაზია? სულ არ არის საჭირო კონდეს ფული. ჩაწერ და მე ხეობასთან გამოგიშვიდება. ხა წავედით და საბოლოო აკორდი დაუსვათ დღევანდელი სამუშაო დღის დასასრულს. კაკუ. შეიძლება? გამარჯობა. ნახე წერილი. კიკი. მართლა? ვიტანე. აუ რა გქხარ. სარაჟანი მიღბისთვის გჭირდება. საიდუმლოები მე ნახავ. არა, არაჟანი რაშურს ყველა სახეს არ უხდება, იმიტომ რომ ალერგიული ვინც არის, იმას ცოტა დამთავრდა.
მეგამბავი ტელეფონი მიდეთავს. აქ არის ამ დროს ყოველთვის ხალხმრავლობა. სამაგერო დილას რომ მოვდივარ, არის როგორი სიწყნარე, იცი, არავინ არ არის. ერთადერთი ნინო გაზდელიანი, მევგაცრავად. ზის და 4 საათი იხატება და მე ვრჩები ხოლმე ნახევარ ფაბრიკად. დღეს ესე არის, ხო? თავარი არის არ იყოს ვახოსანაია ამ ოთახში. იმიტომ რომ მე გამოცვლის პრობლემაა ხოლმე და სულ ვეუბნებით რა თვალები დახუჭე, სანია. ისი ძალიან პატიოსნად ხუჭავს, მაგრამ ძალიან ბევრი არ პატიოსნა მაგაცაც ვიცნობ, კიდე კარგი რამსაგრიმერული საქმე აქვს. თვალებს იშარე? იცი რა, თვალებსაც ვიშოვრებ, მაგრამ რაღაც ნაწილობრივ ვიტოვებ. სხვათა შორის ვიშორებ, მაგრამ დღის მაკიაჟს ვიკეთებ მერე ზევიდან, იმიტომ რომ ქალი რომელიც დილის 4 საათიდან იღვიძებს, იმიტომ აქ კარგ ხასიათზე, ჩემს სახით ვამბობ, რომ იცი რომ დილის 8 ნახევრისთვის არც ერთი ქალი არ არის ისეთი მოვლილი, დავარცხნილი, დახატული, როგორც დილის პროგრამის წამყვანები. ამიტომ რაღაცა მე ვცდილობ ხოლმე, რომ ეს მაკიაჟი ცოტა შევენარჩუნო და განწყობათ. არაფერაჯობია რა, ბალიშიდან პირდაპირ სალონში რო ხო. მაგარია. ფილმი რო გწევს და მიიღო ხარ. მოგინდა. ოდნავ რომ არ შემეწყოს რომ დილის 4-დან ფეხსება. რა შეიძლება. დღამე რომ მოსაძებნებს საინტერესოა. ხან ვიძინებ ორამდე. ორამდე. ტექსტებს მოსწავლებ, რასაც წერენ ჩემი კორესპონდენტები. იმას ვასწორებ ხან ტელეფონით, ხან იმეილით, ხან ძირითადად სამსახურში ვარ მაგალითად. ეხლა კარგი ხდება. ხო, გაიდი ცოტა ხანი ჩავიცმევთ და გამოვავალთ, გაი. ვაგრძელებთ მაღვიძარას და ვიმყოფებით სტუმრად სახლში არა უკვე სამსახურში ნინო არაზაშვილთან, რომელიც რატოღაც დარბის და ვერ პოულობ ვერსა და გამოდის რომ მარტო ვარ სულ. ეხლა მითხრა რომ სადღაც ვიქნებიო, აქ შებოდიო, გაუჩინარ და ემბა ეხლა თუ გაჩნდება, სად არის ნინო? როგორც იქნა შენი მოხო იქ სადაც მცხუნარი მზეა და სადაც ყველაზე მაგარი გელია. ვაგრძელებთ მაღვიძარას და სად ვართ აბანი? აი აქ ადრე ეწერა, აქ არის დილამშვიდობისა საქართველოს ოთახი. მაგრამ 20 კაცი 18 კვადრატულ მეტრ ფართობზე მუშაობდა საკმაოდ დიდი ხანი იმისთვის, რომ უკვე გაფართოებულიყო და ჩვენმა ახალმა უფროსმა ყობა დავარაშვილმა მოგცა ორჯერ გაფართოების საშუალება. ძალიან უჭირდათ მოსვლა რა ჩვენს ოთახში. ყველა დააწებოდა და მოდიოდა აქ. მე გავაკეთე ესეთი ნიშნულები პირველივე დღეს. მაგალითად კივის უჯრედზევე წერია. დილამშვიდობისა საქართველო ის არია და გვეთამაშეთ ცივა ცხელა, აქ საყინულია. ნუ გასაგებია რომ აქ ძალიან შევსვათ, ხო? მიუყვებით ის არის, აქაც იყო ერთი ის არის. რომელიც გვეუბნება რომ უკვე დათვა. დილამშვიდობისა საქართველო. და ბოლოს ჩვენს ოთახზე არის წარწერა. დილამშვიდობისა საქართველო, რომელსაც თან უძღვის, როგორც იქნა, შენ მოხვედი იქ, სადაც ყველაზე ცხუნვარი მზეა და სადაც ყველაზე მაგრად გელია. შევეცი. გველია, წავა. და აქ რა საქმეა რომ ხოლმე დილაობით? ამ ოთახში ეს ოთახი იყო ადრე იმიჯ ცენტრის საწვრთნელი და სავარჯიშო ოთახი რა, ამიტომ მაინც დავიტოვე. მანი კეშცები სულები დადიან ესე ადრე. ასამბლე. სულები არ დადიან მოდელები, საქართველოს დადიან, ხო, მაგრამ ძალიან ლამაზი და არ მეშინეთო ისე მაგალითში შერავა. მე ავადგინე ეს განათება, რომელიც საღამოს ძალიან ისეთ ინტიმს ქმნის. და პირველ დღეს მქონდა ძალიან დიდი ნავასელია ბუშტებით, ტორტით, სხვათა შორის იმ დღეს შეგვისრულდა 1001 გადაცემა. და 1001 დილა. 1001 დილა. შემთხვევა მოერგო ხო შეხერეზადას როლში მეგა. ეს გამოხსნებელი ვარჯიშებით ხო არ ხარ დაკავებული მართლა? გამოხსნებელი ვარჯიშებით არა ვარ დაკავებული, იმიტომ რომ უფრო დავდივარ აუზზე ეთერის მერე. იწყობს. მაგრამ ხო ხანდახან ყველაზე კარგი ის არის რომ არის სარკე, არის ხალხის ხაშუას, რომელსაც სარკეები არ უყვარს ოთახში და მე ძალიან მიყვარს ალბათ, იმიტომ რომ რაღაც დასამალი არაფერი არ აქვს და პირიქით ყველა გოგო ძირითადად აქეთ ჩემ მაგისკენ მოდის, იმიტომ რომ რაღაცებს ვიტრაიჭებიან. შენ ძალიან ლამაზი ხარ, მე მგონი სარკე არ გჭირდება. ეს ფაშოს ეთმა ძალიან მაგარმა მებაღემ გამომიგზავნა რამდენიმე დღის წინ რა ძალიან მომწონს. ერთი საერთოდ მიყვარს, როცა ნივთი არ არის სიმეტრიული. აი არ არის სწორი, არ აქვს ზუსტად ერთნაირი წყობა და ეს ცოტა გვერდზე გადმოხრილი როა და არის ძალიან სასიამოვნო ჩემთვის, რომ ეს არის კაცი, რომელიც არის ფერეიდნელი ქართველი. ჩამოვიდა საქართველოში, დაიწყო საქართველოში ცხოვრება და გააკეთა უზარმაზარი დიდი ბაღი. და იმ ბაღის ერთ-ერთი
მცენარე გამომიგზავნო. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა კარგია რა, როცა ქართველები სამშობლოში ბრუნდებიან. ეს არის ჩემი სტენდი, მოიცადე ახლა მე რაღაცას გავაკეთებ აქ ისეც რომ ეს არის სტენდი, რაღაცნაირად საერთოდ ყვითელი ფერი არ მიყვარს და ამ ოთახში ბევრი ყვითელი ჭარბობს და ცოტა სიჭრელი მომინდა და პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები კულტურაში რაც გაკეთებულა აღბეჭდილია ამ სურათზე ხო ყველაზე მეტად რა თქმა უნდა და ყველაზე შთამბეჭდავი ანუ შენს რაში ჯაზის ვარსკვლავები არიან ხო წვლილი ნაკლებად უბრალოდ ძალიან დიდი სიამოვნებით უყვებოდი ხალხს დილიდან რა ხდებოდა კარგი ჩვენს ქვეყანაში ხა შორის ერთი მოსაწვევი მაქვს რომელზეც მინდა გითხრათ თქვენ გინახავთ ესეთი მოსაწვევი ვარდის ფურცლები ყრია შიგნით მე ვფიქრობ ეს მოსაწვევიც იმსახურებს ადგილს ჩემს კედელთან ეხა უნდა დავგეგმოთ ხვალინდელი გადაცემა იმისთვის რომ გადავცეთ რაღაც დავალებების ჩამონათვალი შემდეგ წამყვანს ნუ მე ვინაიდან პროდიუსერის ფუნქციები მაკისრია რაღაცა ცოტა ბევრი საქმე მიგროვდება ხოლმე ესე არ გეტყობა რომ 4 საათზე გაიღვიძა, იმიტომ თვალები საერთოდ არ გაქვს დასიებული და შემართებით ხარ დილიდან მუშა. იცი რა, ადამიანები ხო ყველაფერს ეჩვევიან რა. მაგას მიჩვეული. ხო, მაგრამ ერთსაც ვიტყვი რომ მაგის მიჩვევა არის წარმოუდგენელი. უბრალოდ ორგანიზმი ეჩვევა, მაგრამ ფსიქიკას მაინც ძალიან უჭირს ახლა, როცა დილას გამოდიხარ და ხამეა. ანუ პრეზიდენტებივით 2 საათი. რაღაცა მუშა მგონია ხოლმე ჩემი თავი დილის 6 საათზე რომ იწყებდნენ საბჭოთა ქარხნებში მუშაობას. ძალიან მიყვარს რაღაც ნივთები, ამ ბოლოს გადათხლეშვა ყვავილებზე. მე მგონი მოდიდა რომ გადავიდა, მე დამემართა და ეს შემთხვევით არ არის. ყოველთვის ეს ემართება, რაც მოდა შეიმას არ ხმარობდა. მე რო გადადის, მე უფრო საინტერესო ხდება შენთვის, ხო? მე შეგეტყვის არ კი არა მაქვს რა. გაგზავნებთ მაღვიძარას და როგორც ყველა დღეს უკვე საქართველოში და მხოლოდ საქართველოს სოფლიოში შენს კოფეინით ფხიზლდები, ხო? სწორად მივხვდი. სანამ კოფეინს მივიღებ ბევრს არ შემდგრეში ერთი ჭიქა ის დილასადრე საერთოდ ვერ ვლაპარაკობ აი დილას ხმას ვერ ვიღებ ისე გამოვდივარ სახლიდან ზოგჯერო რომ ვერასწრებ სახში და გიწევს აგდალიო პირველი ჭიქა სახში ვერ ვასწრებ თუ ოჯახის წევრმა არ გამიკეთა ვიღაცამ და უმაშველა მე მირჩევნია აქ ოჯახის წევრებს ნაკლებად ღვიძავთ 4 საათზე ანუ სხვათა შორის არიან ადამიანები ვინც იღვიძებენ იმიტომ რომ მე მაგ ძალიან სერიოზული პრობლემა გაღვიძების აი ადგომა არ მიჭირს მაგრამ გაღვიძება მიჭირს ძალიან ჩვენს ოთახში ყავაზე ყოველთვის პატივები ოდითგანვე ტრადიცია ვერაფერი ვერ მაღვიძებს აი ვერც მაღვიძარა ერთადერთი თანამშრომელი ვარ რუსთავიოში ვისაც ურეკავენ და აღვიძებენ იმიტომ რომ არანაირი მაღვიძარა იცი რომელი მაღვიძარები იყო ჩემს ბავშვობაში აი დიდი ზარები და აი ესე რეკავდა და ისიც მიშოვე დავიყენე მაგრამ აფიარიშველის გაბმულა თუნდა მირეკოს ვიღაცამ ხანდახან ისიც არ მაღვიძებს და მე ოჯახის წევრები რო წუხდებიან შეგანჯღაროს ანუ ვინმე ცივიწყალი გამოსხია ცივიწყალი ცივიწყალი ეთერშიც კი დამასხეს ეთერში დაგეძინა ხო გამღვიძებელი ცოტა შეიძლება გამოვთით ყველა ტელევიზორია გამღვიძებელი ყავდა რუსთავიოს ხო, ნიკოზნობილი გამღვიძებელი და საახალწლოდ მეთქე მოდი გამაღვიძეთ. როგორ უკაც დაიძინებო? მე ვთქი, ნუ ხა ერთხელ ვიარტისტებ და ვითომ ჩამეძინე. ჯერ ავახსე ჩემი ხელით უზარმაზარი დიდი ეგრეთ წოდებული ვედრო. ივეცი ნიკას და ვითომ დამეძინა ეთერში და გადამასხა, მაგრამ აი ისეთი ცივი აღმოჩნდა ის წყალი. ხო დაგეგმილი იყო, მაგრამ აი ყველანაირ მოულოდნელობას გადააჭარბა. მე იყო სტუდიაში თან გადაცემა და თან ესე გამოფხიზ. ფენით ვიშრობდი და თან პირსახოცით და რაღაცა საბაზარში მეგონა თავი ეთერის მაგივრად. ეხა წავედი ვაიმე პირველში ერთი ზარი უნდა გავაკეთო. ზიკო, გემუდარები რა პროსტა ქეთისთან, თქეთი თუ გამოჩნდა. სასწრაფოდ დამირეკოს რა. მე მიდივარ უკვე და სასწრაფოდ დამირეკოს, კაი? კარგად, დიდი მადლობა, კარგად იყავით. აჰა, აი გამოხნევებელი ვარჯიშები. კიბით თუ ჩახალ და კიბით თუ ამოხა. გამოხნევებელი ვარჯიშები ნატანიჟარზე საქხომ, თითქმის ყველა უშუალოდ რაღაც სპორტული დღე აქვს და იმდენად მე თვითონ ძალიან მიყვარს. ძალიან ბევრი სპორტის სახეობით ყოფილი ვარ დაკავებული და როგორც კი რაღაცა იქ ვიღაცა ხელფეხს ანძრევს მეც ფერთვები ხოლმე, იმიტომ რომ ჯიო როგორ ახარ? რა ვიცი, კარგად, ზევით, ხვევით?
მოაჭერა რასაც გამო. აი, ხალე ვაგეყოფა. არ ვაჭერს პარა. აი რატი. მან დგას ეთყობა ვიღაცა. აი, გამიშვი, გაუშვება, ნუ. აკა. აკა. მაინტერესებს დაიგდება თუ არა. ასე გარეთ რომ ვერ მიტრანსლეიტ. გასაგებია ყველაფერი, მე წავედი, აკა. ხილაკია გაჭედილი და მასკე. მოწკა. რა არის გაჭედილი? ესე ცოტა თუ არ გააცინე, რუსთავიაში დიდი სახედით დადია ხო. მე მგონი უკვე იმას. დაგინდეთ, თუ ეს შეიძლება 2 საათი გაგრძელდეს. და ესეთ ხუმრობები კარგ განწყობას გიქმნის დილით და ხო, მე რო დამინახავი რაღაცა მე ვიციდი რომ მაესტროში უფრო კარგად ხუმრობდი, მე რაღაც ეთქო გადმომყვა, მაესტროდან აქაც გამომდის რაღაცები. მაგუზარა გაგიბრუნებათ რამოდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ჩვენ უკვე გავაგრძელებთ დილას ნინოსთან სახლში დროებით. ცოტა გადაჩეული ვარ სახში რაღაცების მოტანას, კაცებს მოგთხოვე, მაგრამ აი თუ მომაკ აი ისე მეგვანდება ყველაფერი ერთმანეთში რომ ერთხელში მინდა გადავინაწილო, მაგრამ არ გამომდის. დავა წავედით. სარსრე გავთ სახში ხდება? ეხა უნდა ავიღო გასაღები ერთი საიდუმლო ადგილიდან და სულ გადართობ მე გავართობ მაყურებელს და შენ აიღე გასაღები. წავედ. როგორ ფიქრობ ეხა ხვალაც მანდიდება? ძალიან მინდა რომ ეს იყოს ჩემი სახლის კარი და ზუსტად ვიცი რომ ძალიან მალე მოვა ალბათ ეგ დრო. ნუ ყოველთვის ესე მჯერა ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯერა. ეს დროებიც საცხოვრებელია, მაგრამ ძალიან მომწონს და გეპატიჟებით თქვენც. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მანდილოსანი ასე დროს ამბობს ხოლმე, არ შეგეშინდეთ. კარი რომელიც დივის 4 საათიდან გასულია, ყოველთვის იდეალურ სიტუაციას ვერ დატოვებს. ეს გადასაფარებლები ვიყიდე ახლა. საერთოდ ძალიან მიყვარს აზიურ გარემოში, აღმოსავლურ გარემოში უფრო კარგად გხსნობ თავს და ამიტომ რაღაცნაირად ხო, სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ესეთი შტოიხები შენია ესე. შევიტანო, ხო. ვაგრძელებთ მაღუზარას და შევისწროთ ნინოს სამზარეულოში. სამსახურში უკვე ნახეთ, როგორ გამოიყურება დაახლოებით და აი. ესე იგი რა, ერთი წუთი ვერ ბრავო. ეს არის ჩემი ჯადოსნური პოლიშოხი, რომელსაც გაწურვა არ ჭირდება. ნუ თვითონ იწურება არაფერი ყველა საქმე ბევრს აქვს ეს. ძალიან კაია მეტლახიანი ზედაპირისთვის და საერთოდ მეტლახი ხო ძალიან პრაქტიკულია. ერთადერთი რა პრობლემაც არის რომ აი მაგალითად შემთხვევით რაღაც რო დაგივარდეს რა ნახე ეგრევე გატყობა ბალიშის პეში უნდა ჩაიდო და საქმრო დაგესიზმე მაიცი ესე მომენტ. ოღონდ ეს საქმრო არ იქნება. შასტუ. ვინც გონია ის საქმრო არ იქნება. მაგრამ ისე კაია როცა ადამიანი რამდენჯერმე ქორწინდები. ხო. ასე კაი რამდენი დაქავს უმართავ ხელს. მე აი მას მოხვედა და შო რა. და გაწმენდილია. თავარი არის რომ უნდა თქვა შასტუ. შასტუ. ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რამ შენთან ოჯახში. მაგრამ მაინც ვახერხ. საერთოდ ჭიქას აი ხო არის ქალი ვიყიდულობენ 16, 12, ხო? მე ვიყიდულობ 13 წელი ძეძმე ვიყიდა, იმიტომ რომ ის ანგარიში გათვლილი მაქვს რომ აუცილებლად და თაფშები გააქვთ კიდე ოჯახში და ჭიქები არტო. ოღონდ დღეს თუ ეს ხდება? ეს კარგად გადაიღე რომ გატყდა? კი. ჩანდა. ეს არის რიტუალი, სანამ საუძის მომზადებას დაიწყებ. მე ესე მივხვდი. ხო, რიტუალებს თუ არ გავხდები, ესე გასხურას ვერ ეკარები, ხო? სამზარეულოს მერე ვიწყებ ფერებით თამაშს. ეხლა ამ ფერებით თამაშს ხო სპეციალურად ვისაც ეს ცოცხი გაქვთ, გაითვალისწინეთ აუცილებლად. ყველა არ აქვს საკიდე, იმიტომ რომ ეპრიხება გვერდები და მერე არ ხვეტავს და. უნდა დაკიდოთ. ისე მიმაჩნია რომ ხო უნდა ეკიდოს რა. მოკლედ, ხო, ფერთა თამაში იწყება ხილით. ხილს ვცდილობ ყოველ დღე პროდუქტებს ეხა ძალიან შეეცარ დავდივარ, ძალიან იშვიათად თუ საკუთარი ინიციატივით რაღაც მოვიდა, მაგრამ სამაგეროდ ხილს ვყიდულობ, იმიტომ რომ ჩემი რიტუალი მაქვს ფერებთან
მიმართებაში და ძალიან სასაცილოა რომ მე გავიზარდე ოჯახში, სადაც აი ყველაფერს მართლა ტონობით ყიდულობენ რა აი ხილი 3-4 კილო თვითონ სახეობის თუ არ იყიდს, არ ითვლება რომ ოჯახში ხილია. რა თქმა უნდა, ეს ხილი იჭმევა ჩვენ ოჯახის წევრები ჭამენ, ძალიან ხშირი სტუმრები, ხშირად სტუმრები ყავს. მე მაგალითად მიყვარს პირიქით ხშირი ცვა, ამიტომ აი ხილს ყიდულობ სხვადასხვანაირს და ცოტ-ცოტას. ამბობ დროს რაც ეს ელექტრო სასწორებია, გამყიდვები, ისე არ მერჩია. ადვილად ანგარიშობენ. ეს ხუნჩა არის ზუსტად ჩემი ადამიანის ჯერსი დაწნული რაღაცები მიყვარს ძალიან აი ალბათ შეამჩნევ. რაღაცებს ეს არის მათ დაწნული. მართლა ეს არის ბუდე. ეხლა რაც შეეხება აი თქვენ თვითონ განსაჯეთ რა. რა ცოდვა ის გამყიდველი. ვინც ესე წვალობს როცა ხილს რამდენიმე ტევას, რამდენიმე მანდარინს ეს მხართეძოზე წამოვაწვინოთ აი ესე. აი ამას უყურებთ ჭამას ხოლმე. ჯერ ფერთა გამიჭკვები და მე აპეტიტიც მოდის თავისით რა. შენ როგორი მადაგებ? ხო? შვენიერი და კარგია როცა ხილით იწყებ. მე მგონი სანამ საუზმეში ექცევ ხოლმე ესეა ყოველთვის. ამას ხელი ვერ წაგიწდა ერთი რომ მოგეწყვეტა. მენანება. მოდი ყურწელი. ახლა შავი. ვიტამინების პროპაგანდა დილიდან. ისინი ადამიანებს, რომელიც დილიდან იწყებენ ალკოჰოლური სასმელით. არა. ძალიან მაგრა ამართლებს. ჩემს ბარში ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად ინახება ეს ჩვეულებრივი წყალია. მაგრამ აქ მიდევს, რაღაცა მგონია რომ ისეთი სიამოვნებას მიიღებს. ეხა ის პიროვნება, ვისაც მასიამოვნებ ამ სიტყვით, დილას ჰემინგუეი მაგალითად ისე არ იწყებდა დღეს თუ არ დალევდა. ეს არის ჩემი ყვავილი. ძალიან ბევრი ყვავილები მქონდა, მაგრამ ერთადერთი ყვავილია, რომელსაც ვიჩერებ საძინებელში, იმიტომ რომ იცი რომ აი ეს ყვავილი კი არ არის, ეს არის ფოთოლი. ფოთოლი და მე მგონია რომ ხასარზე ხელოვნურია ახლა რომ და მე ისე დატკბება და ისე ცუნს გამოუშვებს. საერთოდ ძალიან მიყვარს სცენარეები და თუ ლამაზია, შემილია განსაკუთრებით ჩემს საკუთარ თავზე მაღლა დავუყენო. გიყვარს დილით კითხვა, ეცნობი ხოლმე რაღაც პრესას. კი, პრესას დაუბრუნდებით უკვე ბუხართან, იქ სადაც ყოველთვის ყველაზე კარგად იკითხება. შო, ეს გავუყვა. ეს რა არის ქათრის ფილე? ეს არის კალმარი. კალმარია. ეს როგორი კერძია, იცი? აი ჯერ ესეთი ნახე როგორია ქისასავით. შეგინია, შეგინით. ან ესე ჩაბერო. რო გაბედო გასკდება მე პროსტა ძალიან ფრთხილად მე მოზომო რა ეს ყველაფერი. ეს არის კალმარის ზღვის პროდუქტები. არის ძალიან მნიშვნელოვანი რაციონი ჩემი ოჯახის ეს თავიდან დავიწყებ. ზღვის პროდუქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკვები ჩემი ოჯახის კვების რაციონისთვის, იმიტომ რომ არის ძალიან სასარგებლო, არის ძალიან გემრიელი და მადლობა ღმერთს ამ ბოლო დროს ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა მაღაზიებში. არის ერთი კალმარის ფეხი ხო? გაუბერე და გასკდა. კალმარით იწყება ხოლმე ხშირად დილის საუზმეც და მე სადილიც. და ვახშამი დავიწყოთ, არა ვახშამი არა, ვახშამი აუცილებლად უნდა იყოს ხორციანი ჩვენს ოჯახში. ძალიან ხშირად ღორის ხორცი. ეს კალმარი და სალათის ფურცლები მანე ძალიან გემრიელ კერძად იქცევა. ამას დავიგებ ძალიან მალე დროებით დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით ისე მაგვიწერას ეთერში. ვაგზავნებთ მაგვიწერას ინგრედიენტები მომზადებულია. ეს არის ჩემი ჯადოსნური კარადა. აი აბსოლუტურად ყველა კერძი გამოვა გემრიელი, თუ გაქვს ეგეთი კარადა დარწმუნებული ყველას გაქვს ხო უბრალოდ ხუმრო. სადაც ნახე რამდენი კილა, ყველა კილაში ყრია სათანადო სანელებელი. არც ერთ კილას არ აწერია დაყრიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზარელს არ აუშვას. ხდება ისედაც. საერთოდ გარეშე. სუნი. არ ხდება ჩემი ბეჭდები, ყველგან ტოვებ ბეჭდებს, ეს ჩემი ავაწყობობა, მაგრამ ჯერ არ გამკარგია და ალბათ იმიტომ. ხარდაბე. მოგლეთ ზღვის პროდუქტები არის ძალიან აქტუალური თემა ჩემს ოჯახში, თანაც დილიდან, მაგრამ მოდით ეს ყველაფერი დავამსგავსოთ დილის საუზმეს, პარალელურად ვიზრუნოთ სადილისთვის. მე დღეს მინდა ჩემი საყვარელი სტუდია მაესტროს მაყურებელს შევთავაზო ცხელი სენდვიჩები. აჰა. ძალიან ადვილად კეთდება. ვიღეთ პურის ნაჭერს. წავუსმებთ ცოტა
მაიონეზს, ოღონდ სასურველია ორივე მხრიდან იმის გამო რომ უფრო კარგად დასველდეს რა. ძალიან უხდება ამ დოსტს მე გადავწყვიტე ხო დოგი. ეს შენი რეცეპტით არის თუ ამის რეცეპტი არ არსებობს. ეხლა უცებ რაც აღმოჩნდა მაცივაში. ყველა კარგი დიასახლისი ასე იქცევა ხოლმე. თავარი მაცივაში რაღაცა მაინც იდოს და დიდი დანაჭირდება და ძალიან კარგად იჭრება. თუ ესეთი ავტომატური საჭრელი არა გაქვს. ხლა ისეთი ხელი არ უნდა იყოს, რომ ყველაფერი ჩანდეს, მაგრამ ხელი უნდა იყოს. გამჭირვალე რომ იყოს. სეიდან თან იგონებ ხო? თან ხო, თან თვითონ. ძალიან მოუხდება ამ ყველაფერს ხეთაშორის ცოტა აჯიკა. მე არ მიყვარს ცხარე, აქედან გამომდინარე აჯიკასაც ვამზადებ. ხო, ბევრ ცხარე წიწაკას არ უკეთებ. ეს აჯიკა შენი მომზადებულია? კი. დილაობით ამზადებ. მე ინტერესებს ყოველი აჯიკა მომზადდება შემოდგომაზე და დელი ზამთარი. ეს დილაობით მირითო. დელი ზამთარი აქვს ხალხს ხო. ვიღებ ცუგოს სასურველია. აბ ხეხავს. ნაკლებად მარილიანი ხო. ავიდა. აჰა. ჩვენთან მაესტროს დიდი ხის მეგობარი ვასიკოვიშვილი ხეხავს ძალიან მაგრა. ჯერ ხეხვაში ვერ ჯობდი. ხეხავს. ფერისთვის ვინაიდან არ დაგვავიწყდეს რომ ფერთა გამა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში არა მხოლოდ სოფლიოში. ძალიან ლამაზი სენდვიჩი გამოვიდა. თბილი ანუ უნდა შევადგოთ ეს შემდეგ ალბათ. მე ვფიქრობ ამით. უფრო მეტი პიკანტურობისთვის მოხდება შებოლილი, აი ესეთი პატარა ძეხვები, წითელი ბულგარული და მე ვფიქრობ მწვანესაც. ბავშვებს შენ უმზადებ ხოლმე დილით სენდვიჩებს? ხო, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან კარგად ჭამენ, დიდი გართობა და ცეკვათ ამაში არასდროსად ჭირდებოდათ. ცხვირი, მე ვფიქრობ, სწორად მივხვდი. რა უშავს მართლა? ძალიან ლამაზია. მომღიმარი სენდვიჩები. პიცები მაქვს ძალიან ბევრი, აშიდეში. ფიცრები შეშად არ იყენებ ვერ. შეშა მაქვს, შეშის ისტორია მაქვს ძალიან მაგარი. შეშას ვირშულობდით ვერსად, არა და როგორც კი ცოტა აღირულდა ხო იცი საბაბს იძლება. ეს არის კალმარი, უკვე გაჩვენეთ ხო როგორია? კი. გაუბეროთ. იცი რა არის შეიძლება გაბერვაში. ბავშვები ათამაშოთ კიდე ცხვირი პირი გაუკეთო ასე როგორ არის, მაგრამ პიტრუშკა არის ასეთი სათამაშო, რომელსაც ალბათ იცით, მაჯას ხელს გაუგეთ და მე მაგალითად ეს არის საინტერესო იქნება ძალიან. თვალები უნდა დაახმარ. დილამშვიდობისა. აბრძოლოთ. აბა თქვი. ეს ერთობი ხოლმე სანამ ამზადებ ქერს კალმარები. აგეთ კალმარი. და არ ვაზიანებთ მის სიმრგვალეს. ანუ რა ბრტყელია ხო თითქოს არაფერი. კარგად ხართეძოზე წამოწოლილი. მე ჭმაქ რომ კალმარით სალატს ვამზადებთ თუ არა, არა, ცხელწვით გავაკეთებთ. ცოტა ღვინოში, ცოტა ბევსტროგანოვის სტილში, ოღონდ ბევსტროგანოს ძალიან სტროგი რეცეპტი აქვს. არ მიყვარს, როცა მას არღვევენ. ძალიან ლამაზებია. ამით შეიძლება საყური დაიგიდო ან რა. ეს არის საჭმელი, ოღონდ არ არის ხახვი. საყურეც ხო შეიძლება რაღაცები მოიწვიოს. ბრასლეტები და ასე შემდეგ. რო იწובה, იცი რა გაიხდება, გვერდებს იპრიხავს და მართლა ბრასლეტს ემსგავსება, აი, იმიტომ ვიკეთე. სიმბოლური. მოგვიწყდა თან ზუნა პარალელურად დღის სადილზე. აი ესე. საჭმელი კალმარი. დავყაროთ. და ეს ხახვთან ერთად ხახვი რატომ მომზადე? ცოტა ხანში ხახვს დავუმატებ, 1-2 წუთი. ჯერ ის მოწყენილი უნდა იყოს მარტო, უხდება ძალიან. სიმარტოვე უხდება კალმარს. ისე დანები ზომის, წონის და სიბასრის მიხედვით, ხო? ჩემი წესები, მაგრამ არავის არ უსწავლები რა არისთვის. უბრალოდ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან კარგად ხვდები, რომ არის რაღაცები, მაგას რეკომბოსტო. როცა გინდა თქვა დაჭრა ბოშისთვის ან მარინადისთვის, ხო? ძალიან ძნელია რა, თუ არა გაქვს საჭრელი. ხო და მე რაღაცა არა მაქვს საჭრელი, მაგრამ ამდენით უმკლავდები ძალიან მაგრად. მაგრამ ყველაზე მთავარი ისე რომ ხო, ეს დანებია, ზოგი არის სათლელი, ზოგი არის საჭრელი, ზოგი არის დასაკერპი და ასე შემდეგ. ყოველს თავის ფუნქცია აქვს ჩემს სამზარეულოში და არსებობს კიდე მეც ყოველთვის კარგი კულინარიული დანა, რომელსაც ძალიან ინტენსიურად ვიყენებ კერძების მომზადებისთვის. მაგალითად, აი ავიღოთ ყველი. ხო, და ნუ აი საჩვეულებრივად დაჭრილი ყველი და სად უცებ ნახე?
1 და გემოცხვა ხო მე მგონი. არა, იცი რა არის? ვდებ ესე. ვერ ხდება რა არის რა? და შემეუნები რომ სულგუნი. არა, აი ის ესე როა დაჭრილი, ხო? სულგუნი. ამდანას ოჯახში ხმარობთ ხოლმე, როცა ვაკეთებ საზამთროს მურაბას. აჰა. იმიტომ რომ საზამთრო დაჭრილი რაღაცა ძალიან მოწყენია. ქადებს. ხო, ქადებსაც მოხდება. მაგრამ ნუ საცხობად გასაგებია და ესე ნახე. როგორია? თან ახლა ზოლები არის ძალიან მოდაში. ეს არის ხო ძრისთვის. ოპა. წერი არ გადაფიგო. აი ეს კაია. ნახე, როგორ გოლდება უფრო. ხარ ცუდია ეს ცოტა ჩხირებიც რო გაერია. აგი, როგორც მივხვდი, არ გეზარდა არის საძარეულო შტრიელი, მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ხარ, ხა შეიძლება არ იმჩნევა, მაგრამ ადამიანი რომელიც 4 საათზე იხვიწოს და პირდაპირ ეთერი მიყვება, პლუს ამას უამრავ საქმის კეთებას ახერხებს, მაინც იღრება. მაინც შემართებით ხარ, ხო? არა, ხო, 2 საათამდე ძალიან ენერგიული ვარ, 2 საათზე მე ვითიშები, რა მდგომარეობაში წავიდა ვიყო. ფეხზე რო იქე მაინც ითიშები. ფეხზეც მეძინება ხო, ნუ ფეხზე ყველაზე კარგი ვარიანტია. ხო და ეხლა ეს ყველაფერი ხალხთან გაცილებით უფრო მხიარულად გააგრძელებს თუშვას, იმიტომ რომ სად სოლო და სად დუეტი. აჰა. არაჟანი გვინდა და ღვინო. არაჟანი აქ დავწუნდი, თორე ერთი მომენტი შემეშინდა და ღვინი. ხათა შორის ეხლა ჩავუმატებ ფონს და მე შევიყვანთ ღვინის მარანში. რომელიც სადმე სხვაგან კი არ არის. ვიღებ სახში. ეხლა ვერ გეტყვი რომ ქვევრები მაქვს ჩაყვილი. იზაში ხო, მაგრამ ის აკუჭნაო მართლაც მარილად გამოიყენება. შეშა დასწავარია, ღვინო და შეშა. მოუხადო? აბა და უნდა მოიყუდო. შეგიძლია აქედან მოიყუდო? გაუსინჯო გემო? მოიყუდო აქედან. აბა რას ვიზამ? მოდი აბა. ყურძნებით. სადღე გძელო, თიკო არ შემარცხინო? 1 წუთით 1 2 3. აბა ჯანმრთელობა, ბედნიერება ალავერს ჩვენთან ვიქნები, ჩემო ნინო. აი, შენ განსხვავებული. შენ განსხვავებული. ან მოდი ამას. აბა, თუ წყილში ვაკეთებ. აი, 21 საუკუნეში ესეთ განსხვავებულებით მიექნებენ. უკვე ესეთი განსხვავებულებია და არა ყანწი და ასე შემდეგ. ეს არის ღვინო, როცა ჩვენს ოჯახში პირველად დაიწურა ღვინოს ფათაშორის. ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ასენტერი დაგეცალოთ თქვა ამ სიტყვას ვერ ვიტყვის ვერავრი. მოდი გავმოჯოს ყველას ვინც დილიდან ადრე დგება, ხო? გაგიმარჯოთ. გიგე. როგორია? ძალიან მაგარია. ერთადი რაც ტეხავს რომ ვახტანგურს ვერ დალე, ძალიან დიდია. საკუთარი დაწურულია შენი? ერთი თქვენია. რომელიც შენი ნაპირელია. მაესტროში წაიღე. შენი ნაპირას არის. უღრმესი მადლობა ჩემი განსხვავებული ხელში გამოვიდივარ ღვინის მარანიდან და მიმემართები კალმარისაკენ. დავკეტოთ. აი ესე. რაღაც უნდა მიდგე მოდკე ღვინო. სამსახურში მიიტანო რაღაც მომიტან. არაერთხელ სენდვიჩებს. იცი რა, სადილისთვის ქალმა მე ესე ვფიქრობ, რომ დილიდან უნდა განაწყოს თავისი ოჯახის წევრები რა. აი რასაც სადილს აკეთებ, დილას ეს ცოტა უნდა შეაფარო, რომ ჯერ ვერ მიხვდე ისი სუნია, რა გემოა და მე დაანონსო. ანუ შენი სადილი დაანონსო და მე შეგიძლია აი ესე. აჰა. სენდვიჩს ერთი. ვიტო. დომბალამდენა. Просто მოწოდე აკაი სახე აქ. ხო ყირისა რა? ყირი შენთამე. ძილი ძალიან კარგ ხასიათზე დაგაყენებს მე ესე ვფიქრობ. განწყობაზე იმოქმედებს ავასწრებად. ხიარული სენდვიჩი. რომელიც ზუსტად გეტყვი რომ რამდენიმე საათი ველოდებიან ამ სადაც მომიხსენი თავს აკუთი. ყველა მზარეულს ჭირდება ასისტენტი. მომიხსენი. მე ხა მარტივი მეთოდით ვათბობ ამას, იმიტომ რომ არა ვაგიზგიზოთ დიდი ღუმელი, ხო? შეგვიძლია გზადაგზა, რა თქმა უნდა. ოკეი, გზადაგზა, მაგრამ არის მიდას, ძალიან მინდა რომ მომეხმარო. პილპილი. ეხლა თავარი აკორდი არის შენს ხელში. არ უნდა გამწარდეს.
აბა მიდი რამდენი სიზა? საჭმელებს ეკეთება იცი? როგორ არ ვიცი. მართლა, რას აკეთებ ხოლმე? არ ვიცი, რაცაც მთავრობა ეხება რესპონდენტები ძირითადად. ცოტა მარილი, იმიტომ რომ ალბათ ისიც რომ მარილს ბოლოს იმიტომ უკეთებენ, რომ არ გამაგრდნენ, უფრო ადვილად იხარშება პროდუქტი. ორაჟანი. ბევრი არ უნდა დაახლოებით. ორი სუფრის კოლსი. იცი რა არის, აი ძალიან არ მიყვარს საჭმელს ისე ურევენ, ერთი გარშემო ეშხება და მეორეთი რაღაცა ნაბეგვი გამოდის რა. ნაზად უნდა მოეყვა იმას, რასაც ამის. ყველაფერს ხდება და ყველას. ნაზად ყოველი ხარ. თუ წინასწარ გაქვს გამზადებული. აბა რა უნდა გქონდეს? შემწვარი კარტოფილი. კარგია. თუ არა და უნდა შევწვათ. ნუ ხო, თუ არ და პიურე უხდება მაგ ყველაფერს. ძალიან ხშირია, როცა ესე გარნირი მოხრჩება და მე არც ის არ წაიღო. აქვე გვერდზე. შემწვარი კარტოფილი. შემიძლია გავათქო. ძალიან უხდება ამ კალმარების ამკერთ პიურე. უცებ ვისაც ცოტა დრო გაქვს, ალბათ შეეცემა არ უნდათ, მაგრამ ძალიან მტრიგობ თუ დაჭრით კარტოფილს. გაცილებით მალე მოიხარშება და სანამ აი ამ კალმარებს ვაკეთებ პარალელურ პროცესში, თავისუფლად შეიძლება 10 წუთში ქონდეს პიურე, რომელიც მართლა ძალიან გემრიელია ამ თოზის ძილის პროდუქტთან ეს რაღაც ეს არის სადილი, იმიტომ რომ მე მაშინ როცა ქალებს სადილს აკეთებ, მაშინ ძინავს, ამიტომ მინდა გავაკეთო. შეგვიძლია ამას დავახუროთ თავზე, მაგრამ სამაგიეროდ გამზადდა ჩვენი დილის ცხელი სენდვიჩი. ამასობაში სანამ კარტოფილი ჩეთრება, უნდა გადავხედოთ აუცილებლად ნარჩენებს სუფრაზე. ყოველთვის შეიძლება რაღაცა დღეს ნამცეცობაზე ვინმე დაპატიშო. გამოძერწო. მაგალითად, ჩვენი დაჭრილი ყველი, თუ მიცემთ ესე ცოტა ქოჩრიანი ქერაბიჭის შტაბერტილებას თუ შეუქმნით. ძალიან გიყვარს კაცუნების. არა, ეს დღეს უბრალოდ დღეს ვაკეთებ, სხვა შეიძლება არ გავაკეთო და ნახე რა ორიგინალური წვერი მოვიფიქრე. შვენიერ წარგლამაზე უაშები ხო ცოტა. ერთ ბატონს გავს. ამ სენდვიჩს ძალიან უხდება. ამ სენდვიჩს ძალიან უხდება ეს დაობებული ცნობილი ყველი, რომელიც ნუ შეიძლება ყველას არ ესიამოვნოს, ამიტომ კარგია თუ უბრალოდ გვერდზე ხო, სურველი სიამოვნება მიირთმევს. ნახე რა ბედნიერებია, ყვირიან ბედნიერებია. ოპ, ნახე რა არის? მე დაახლოებით ასეთია. ეს კერძი, რომელიც შეგახსენებთ, რომ არის სავსე მინერალებით, რამდენად კალორიულია ეს ყველაფერი პროდუქტი და მე მინერალია, რომ კალორიულობას არ ვაქცევ, საერთოდ ვთქვი, რომ კარტოფილი შემწვარი არ ვჭამო, იმიტომ რომ ყველაზე კალორიული და საშიში პროდუქტია მე მგონი, მაგრამ ეს კერძი არ მინდა რომ გავაფორმოთ, იმიტომ რომ კალმარი იმდენად გემრიელია თავისთავად, რომ თავისათქმელს ყოველთვის ამბობს. ხო, გაფორმება. ხელმწიფედ უნდა დავტოვოთ და ძალიან ისეთი მოგრძალებული. ბრავო. ეხლა არ მეცეთ ამ ყველაფერს. ნულიტა. ჩქარა. აბა. და როგორც ხედავთ, ჩვენ სუფრაზე არ დევს პური. პურს უკვე ძალიან დიდი ხანია. შვიდობით პურო უთხარი და არ მიირთმევ? არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ მამაკაცია სუფრაზე, რა თქმა უნდა, იმას პურის გარეშე არ შეუძლია. გემო უნდა გავუსინჯო, ისევე როგორც ღვინოს, ესეც ნაწილობრივ ალკოჰოლსაც შეიცავს. ხათა შორის, ხო, სანამ მიირთმევ ერთი წუთით, ძალიან უხდება წითელი, ნახევრადკბილი და თეთრი მშრალი ღვინო. ამ ყველაფერს ეს ვიცი სომელიებისგან. ძალიან გემრიელია. თან უცხოა. იცი რა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ დიასახლისებს დილას აქვს მართლა სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ტოლმა, ეგრეთ წოდებული სოუზი, ჩაშუშული, გუფთა და ასე შემდეგ. გარწმუნეთ მარტო დიასახლისებო, თქვენ კი არა. ეს ოჯახის წევრებსაც აი აქ აქვს. ამიტომ ეცადეთ რომ დაუმეგობრდეთ ინტერნეტს, სადაც ძალიან ბევრი კერძს შეგახსენებენ. უბრალოდ ისწავლეთ რა პროდუქტს, რა სანელებელი, რა სხვა განსხვავებული ბოსტნეულიან პროდუქტები. ერთიანად მიენდეთ თქვენს ფანტაზიას. აქ რაც ხდება დაახლოებით. ხო. ხედავ დღეს არც ერთი მათგანი არ დაგჭირდა და შენ წარმოგიდგენია როცა ეგენი გჭირდება მაგას სულები ტრიალებს ხოლმე.
ესე იგი ძალიან დიდი მადლობა ნინო, ესეთი ძალიან გემრიელი საუზმისათვის და ძალიან გემრიელი დილისათვის და აი კიდე დავლი ძალიან მთვრალი ვარ ხო მე მგონი უკვე ესე დავა ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენ რომ მეწვიეთ დილას სტუმრებს არაფერი არ ჯობია ეს მარტო დილის სამყაროს უყვართ მაგრამ ეგრეა გაგიმარჯვეთ და აი ცოტა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვარ და ზე მაცხუნებს გემშვიდობებით ყოველ ისევ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად კარგად ვინო გავამზადე და დამრჩა კიდევ ერთხელ მოგესალმებით არ დამთავრებულ მივხვდი რომ ცოტა კიდევ დამელია უფრო კარგად გავიდოდი თქო და მე გამახსენდა რომ რაღაც ღვინოს მარტად თქო სურით რომ მოგონდეთ ხოლმე წყალი წყალზე შავაიდე თებრულა მიდის წყალზე და აი ესე კარგად დიდი მადლობა როგორ ამოვიწყდებოდა წავედით შავა სადა შავა ვირა მომაქ შენთვის